თბილისის მოლში დღეს სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 3-3-ზე კალათბურთში. ტურნირში, რომელიც ფიბას ეგიდით პირველად ტარდება, ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონის 1000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. თამაშები საქართველოს 11 ქალაქში ჩატარდება, ფინალურ ეტაპს კი თბილისი უმასპინძლებს. გამარჯვებული გუნდი 8-9 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრება. სოფლიოში ძალიან დიდი ტემპებით იზრდება პოპულარიზაცია სპორტის ამსახეობების, იმართება ევროპის სოფლიო ჩემპიონატები, რაშიც ქართველები უკვე ვერთვებით და ამისთვის საკმარისია მარტო ესეთი მარტივი ტიპის სათამაშო მოედანი და ის ენთუზიაზმი, რომელიც ჩვენ მოთამაშეებს ახასიათებს. ამიტომ კალათბურთის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. იმედი გვაქვს, რომ 3-3-ზე კალათბურთი მიწევს საშუალებას იმ მოთამაშეებს, რომლებიც ზრუნდებიან კლასიკურ კალათბურთო კლუბებში, განავითარონ თავისი ოსტატობა, აჩვენონ თავისი ოსტატობა და შემდგომში რა თქმა უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც ევროპულ ისე მსოფლიო ტურნირებში.